სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგორ ლილუაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ცდომა დახურულია. მხარეების შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ აქვს, რომ გამომტყუნებელი განაჩენი დადგეს. შეგახსენებთ, გრიგორ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთა მისაღება, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ეს არის პროცესის გახსნა, მოგეხსენებათ, პროცედურულად არის შესავალი სიტყვები, ამის შემდეგ ბრალდების მხარე შეუძლია უკვე მოწმეთა წარმოდგენა. ეს არის ბრალდების მხარის კომპეტენცია, ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე გეგმავს ვინ, როდის და რამდენი მოწმე წარმოადგინოს, ის რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებია, ეს მტკიცებულებები თავის შინაარსით არ არის პირდაპირ მტკიცებულებები და შესაბამისად ამ მტკიცებულებებზე დარნობით ვფიქრობ და მიგვაჩნია, რომ საქმეზე უნდა დადგეს გამომართლებელი განაჩენი.